ხობში გაზიფიცირება მიმდინარეობს, როგორ აფასებს ამ პროცესს ოპოზიცია, ნახოთ სიუჟეტში. ხობში ბუნებრივი გაზის გაყვანითი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოს ფირმა თეგეთა იმედი კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის დაკვეთით ასრულებს. პროექტის ღირებულება 1.688.000 ლარია. ფირმამ სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ივნისში უნდა დაესრულებინა, თუმცა ეს პროცესი რამდენიმე თვით შეფერხდა. გაზის მილების გაყვანისას ქუჩებისა და ტროტუარების გადათხრა გახდა საჭირო, რასაც მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. არადა პროექტი დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას ითვალისწინებს. ხობში ბუნებრივი გაზის გაყვანითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ქუჩები იტყორება, გადათხილია ყველაფერი და ითხოვთ რომ მოგვარდეს ეს პრობლემა და შეკეთდეს გზები და მოსახლეობას მოეშვას რა. გასაგებია გაზი გაყავთ, მაგრამ აქ იმდენად შეწუხებულები ვართ ამ ცუდ ამინჩი, წვიმიან ამინჩი საერთოდ არ შეიძლება გავლა და იქნება მოგვარდეს ეს, ან იქნება შეიძლება ამის მოგვარება დროულად. ეხლა დიდი ხანია რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, გასაგებია, მაგრამ უნდა მოხერხდეს რამე. გაზი გაიყვანეს, დიდ და პატარას ვიხარია და გვიხარია შვება არის ჩვენთვის. ეს რამდენი წლის ნატრია ხალხისათვის. და ცოტა დარკველებები იქნება და მე მგონია ეს არ იქნება სათქმელი, რასაც გზები რაც გაფუჭებულია, გაასწორებენ ამას და სათანადოდ როგორც იყო, ისე გააკეთებენ. ამის იმედი გვაქვს. ხობში მოქმედი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზიფიკაციის პროცესი დროში ძალიან გაიწელა. ქალაქ ხობში ბუნებრივი გაზის გაყვანითი სამუშაოები უკვე რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომელსაც ბოლო არ უჩანს, გადათხრილია ქუჩები, მოსახლეობა წვიმის დროს ვეღარ შედის სახლში და ითხოვს ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ჩემი ინფორმაციით ეს პრობლემა რამოდენიმე თვეში უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ აგერ რამოდენიმე უკვე წელი მთავრდება და ისევ ეს პრობლემა რჩება მოუგვარებელი. ხალხი ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას. ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას ხელისუფლების წინაშე, რომ მოგვარდეს ეს საკითხი. ძალიან დაზიანებულია მაგათი მეშვეობით გზები, მეორადი გზები, ქალაქში და გზები, იმიტომ რომ ახალ გარემონტებულ გზებზე დაიწყეს ამილების გათხრა და ჩადება ამილების და შეყვანა ალბათ უახლოეს მომავალში მოსახლეობასთან და შეწუხებულია თვითონ მოსახლეობა, ხალხი იმით, რომ ეს არათანმიმდევრულად იყო ეს სამუშაოები გაკეთებული, იმიტომ რომ გარემონტებულ გზებზე დაიწყეს ისევ ხელახალი რემონტები, ხელახალი გათხრები და ამიტომ ძალიან ამ მდგომარეობით არის ძალიან მძიმე და ძალიან რთული მდგომარეობა ხობში და ხობის რაიონში. ჩვენ მოვითხოვთ და ჩვენ გვექნება ალბათ ამაზე საუბარი უახლოეს მომავალში გარკვეულ წრეებთან და მოსახლეობასთან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დროულად დასრულდეს ეს სამუშაოები და დროულად იქნას მოსახლეობისთვის ამ გაზეთ მომარაგება დასრულებული. გამგეობაში მოსახლეობის პრეტენზიებს საფუძვლიანს უწოდებენ, როგორც იქ განმარტავენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ფირმა თეგეთა იმედის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ და პირობა მიიღეს, რომ პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უმოკლეს ვადებში შეასრულებენ. მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო გაზგაყვანილობის ქსელის მონტაჟი. გარკვეული შეფერხებები წინაშე აღმოჩნდა მშენებელი ორგანიზაცია, კერძოდ თეგეთა იმედი და რის გამოც სამუშაოები შეწყდა. ამაც გამოიწვია ეს სამუშაოების შეწყდა და ამ შედეგად აღმოჩნდა ეს დაუმთავრებელი სამუშაოები, გადათხრილი ქუჩები, ესე იგი და რამაც გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება. ამჟამად ესე იგი გამგეობის ხელმძღვანელობა შეხვდა სოკარ გაზის წარმომადგენლებს და ისინი დაუკვირდნენ, რომ უახლოეს ხანში დაასრულებენ ამ სამუშაოებს, აი ეს გადათხრილი ქუჩები ეს მოიყვანენ პირველამდელ მდგომარეობაში და აი ეს იმედი რომ აი უახლოეს ხანში გაზი იქნება, ისევ აღუდგება ხობის მოსახლეობას და ეს პრობლემები გადაიჭრება უახლოეს მომავალში, ესეთია შეპირება. ფირმა თეგეთა იმედმა სამუშაოები განაახლა. პროექტის ფარგლებში ბუნებრივ გაზს 40 ქუჩაზე 50 კილომეტრის მანძილზე შეიყვანენ. ბუნებრივი აირით 2491 აბონენტი ისარგებლებს. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ფირმა სამუშაოებს შეუფერხებლად შეასრულებს და მათ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.